საქართველოს რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის ოქსიგენის მთავარი მუსიკალური დღე ანშლაგით დაიხურა. რუსთავის ისტორიულ ციხესთან მოწყობილ საფესტივალო სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფი დევსპანი და ჯეობით პროდაქშენი, ფრანი ოჩოსკოხი, მურო გაგუშიძის ქორეოგრაფიული შოუ და ჯგუფი რეგიონი. ფესტივალი 5 ივლისს მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო, სადაც სკოლის 163 კურსდამთავრებულმა მერის ფულადი ჯილდო და სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღო. ოქსიგენ ფესტი რუსთავში მეოთხე წელია რაც იმართება. ოქსიგენი წელს ეხლა მეოთხე თუღებს მაყურებელს, მსმენელს, პარკის ვიზიტორებს, კარს. ამჯერად დასწრება თავისუფალია. განწყობა არის საუკეთესო, იმიტომ რომ მართლა ისეა, რომ შერჩეულია ყველა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მაღალთავებისთვის, იმიტომ რომ ნახე, რომ ყველა ერთობა ერთნაირად, ყველა ასაკის ადამიანი და ყველა ცდილობს, რომ ძალიან კარგი ხასიათი იყოს, არავინ არასდროს არ იცის. ფესტივალი ოქსიგენი უკვე 4 წელიწადია, რაც რუსთავში იმართება. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. მოსული ვარ ოჯახის წევრებთან ერთად, რომ გავერთო, ვიხალისო და ძალიან პოზიტიურ ემოციაში ვარ.